სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ლუკას სახარების დღეს წაკითხული ეპიზოდის განმარტებას აკეთებს ნეტარი თეოფილაკტე. კომენტარი ამ ეპიზოდისა. ნავი არის იუდეველთა სინაგოგა. პეტრე წარმოადგენს სახეს სჯულის მოძღვართა. ქრისტემდე მყოფი მოძღვრები მთელი ღამე შრომობდნენ, ვინაიდან ქრისტეს მოსვლამდე არსებული დრო ღამეა და ვერაფერს მიაღწიეს. ხოლო როდესაც მოვიდა ქრისტე და დღე დადგა, მოციქულები სჯულის მოძღვართა ადგილას დადგენილნი სიტყვისებრ, ანუ მისი მცნებებისებრ ისურიან სახარების ბადეს და მრავალ ადამიანს მოინადირებენ, მაგრამ მარტო მოციქულებს არ შეუძლიათ გამოათრიონ თევზებით სავსე ბადე, არამედ თავიანთ თანამონაწილეებსაც და თანამზრახველებსაც იწვევენ და მათთან ერთად ეწევიან ამ რთულ საქმეს. ეს არსებითად ყველა დროის ეკლესიათა მწყემსები და მოძღვრები არიან. ისინი ასწავლიან და უხსნიან, რა მოციქულთა სწავლებას მოციქულებს ეხმარებიან ადამიანთა მონადირებაში. მიაქციეთ ყურადღება გამოთქმასაც ბადის გადაგდება, ვინაიდან სახარება არის ბადე, რომელშიც მდაბლა უბრალოდ და მსმენელთა უბრალოებასთან მიახლებულად არის ამბავი გადმოცემული. ამიტომაც არის ნათქვამი, რომ იგი გადაგდებულია. თუ კი ვინმე იტყვის, რომ ბადის გადაგდებით აღნიშნულია აღსრთა სიღრმე, ამასაც შეიძლება დავეთანხმოთ. ამრიგად აღსრულდა წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელმაც თქვა: აჰა, გამოგზავნი უამრავ მეთევზეს, ამბობს უფალი, მათ დასაჭერად და მერე გამოგზავნი ურიცხვ მონადირეს და ჩამორეკავენ მათ ყველა მთიდან და ყველა გორაკიდან, კლდის ნაპრალებიდან. ესაა იერემიას წინასწარმეტყველება. მეთევზეები უწოდა მან წმინდა მოციქულებს, ხოლო მონადირენი შემდგომი დროის ეკლესიის მწყემსები და მოძღვრები არიან. აი ასეთია მოკლე განმარტება დღეს წაკითხული სახარებისა და მართლაც გასაოცარია. თუ არა ღმერთი, სულიწმინდის მადლი, უბრალო მებადურები როგორ შეძლებდნენ მთელი მსოფლიოს მონადირებას, წარმართული სამყაროს განათლებას ქრისტეს შუქით, მისი სწავლებით. თუნდაც აი ჩვენი ქვეყანა ავიღოთ წარმართულ სიბნელეში მყოფი, ჩვენი პირველ წინაპრები, რომლებიც გაიმს, ზადენის კერპებს სცემდნენ, დაყვანს და დღეს კი ქრისტეს ვადიდებენ. თუ არა ეს ყოველივე სულიწმინდის მადლით, ღმერთის ძალით, როგორ მოხდებოდა ეს ყოველივე. ჩვენთანაც იქადაგეს მოციქულებმა, ანდრია პირველწოდებულმა, სვიმეონ კანონელმა და აი მათი ქადაგებით განათდა და მოიქცა ჩვენი ერი. დღეს წაკითხული სახარებიდან ერთი ეპიზოდი არის ასევე მეტად საგულისხმო. როდესაც პეტრე მოციქული ნახავს სასწაულს, რომელიც მის წინაშე აღესრულა, აღმოხდება სიტყვები: განვედ უფალო ჩემგან, რამე თუ კაცი ცოდვილი ვარ მე. ანუ აქ პეტრე მოციქული ავლენს საოცარ სიმდაბლეს. აღიარებს, რომ მის წინაშე განსაკუთრებული მადლმოსილებით მდგომი ადამიანი დგას. თავდაბლობა არის ის საშუალება, რომლითაც ადამიანს
ეძლევა სული წმინდის მადლი. ამაყ ადამიანს რაც არ უნდა მლოცველი იყოს და მმარხველი იგი სული წმინდის მადლი დატოვებს. ასე რომ ჩვენ ყურადღება მივაქცევთ სახარებისეულ თითოეულ სწავლებას და შევეცადოთ რომ იგი ჩვენი ცხოვრების წესად დამერყოთ. ზესთამჩენობის შესახებ, სიამაყის ამბარდავნების შესახებ წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ძანებს. იყო ბუნებით სულელი დანაშაული არ არის. მაგრამ ზედმეტი ჭკუისაგან თავის გასულელება არ გეპატიება და დიდ სასჯელსაც დაიმსახურება. ეს ეხება იმ ბრძენთ, რომლებიც ბევრს ფიქრობენ საკუთარ თავზე, ეუფლებათ უკიდურესი ზესთამჩენობა, რაც ყველაზე მეტად აკარგვინებს კაც ჭკუას. წინასწარმეტყველი ამიტომ ამბობს ბარბაროსზე, სულელმან სულელნი თქვენეს, რომ დარწმუნდე მის უგუნურებაში მოусმინე ამ ბარბაროსის სიტყვებს. ზედაით ვარსკვლავთა ცისათა დავდგა სარდარი ჩემი და დავჯდე თასა ზედა მაღალსა და მკვიდროსანი სრული მოვიღო. დავიფხრა ხელითა ჩემი და ვითარცა ბუდე და ვითარცა დატევებულნი კვერცხნი აღვიხვნე. როგორც არის მოთხრობილი ეს ყოველივე ესაა წინასწარმეტყველებაში. რა უნდა იყოს ამ სიტყვებზე უფრო სულელური. თავ მომწონაობით ნათქვამი ყოველი სიტყვაც იოლად იმსახურებს ამგვარ შეფასებას. და თუ მე გაგიმეორებ ზოობრობით შეპყრობილთა ყველა გამონათქვამს ვერ გაარჩევს კაცი ამას ამბობს გედმაღალი თუ სულელი. მას სადამე ორივეს ერთი და იგივე ნაკლი აქვს. ერთმა ბარბაროსმა თქვა მე ღმერთი ვარო, იხილეთ ეზეკიელის წინასწარმეტყველება და არა კაცი. მეორემ ვინ არის ღმერთი, რომელმა განგარინეს თქვენ ხელთაგან ჩემთა. ამ როგორც არის ნათქვამი დანიელის წინასწარმეტყველებაში. ფარაონმა კითხვა არა ვიცი უფალი არცა განუტევო ისრაელი, როგორც ეს მოთხრობილია გამოსვლათა წიგნში. დავით წინასწარმეტყველის მიერ ნახსენებმა უგუნურმა კითხვა გულსაშინად ვისა არა არის ღმერთიო. სალმთა წიგნი მე-13 თავი. ასეთია კაენიც, რომელმაც განაცხადა ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარი მე, როგორც მოგვითხრობს დაბადებათა წიგნი. ახლა განასხვავებ რომელი სიტყვა ეკუთვნის ზესთამჩენ და რომელი სულელთ. ზესთამჩენობა არის გონების განდიდება, რომლისათვისაც უცხოა ზომიერების დაცვა. მისგან კაცი შეიძლება იქცეს სულელად ან პატივმოყვარედ. სიბრძნის თავი არის შიში უფლისა, სისულელის სათავე კი არცოდნა უფლისა. მასადამე სიბრძნე ცოდნა ღმრთისა, ხოლო სისულელე უმეცრება, რაც სიამაყიდან იბადება და რა კი მისი საწყისი არის არცოდნა უფლისა. მაშინ გამოდის, რომ სიამაყე უდიდესი სისულელია. ასეთი იყო ნაბალი. ის ზესთამჩენობამ ჭკუიდან შეშალა, ბოლოს კი შიშით მოკვდა. როგორც კი დაკარგავს კაცი კეთილგონიერ ზომიერებას, სულიერი დახსნილობის გამო ხდება სულმოკლეც და თავხედიც. სასიცოცხლო ძალთა თანაფარდობის დარღვევით სხეული სუსტდება და ყოველგვარი სნეულებებით ავადდება. ასია სულელიც, როცა დაკარგავს თავის ამაღლებულ განწყობას და შეძენილი სიმდაბრის ჩვევას სნეულდება და ხდება სულმოკლე, უტიფარი, შეშლილი. იგი თავის თავსაც ვეღარ ცნობს და როგორღა შეიცნობს თავის მაღლა მდგომს. გონება არეული იმასაც ვერ არკვევს, რაც თვალწინ უდგას. დაბრმავებული თვალისათვის მთელი სხეული ხომ ბნელშია გახვეული.
გადავხედოთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ამაყ ადამიანებს. ზუსტად ერთ-ერთში ცხადდება იონა კროპირის ეს სიტყვები. გაგეცინება ადამიანს მათი ამპარტავნების გამო. მაგრამ მეორე მხრივ კი გული დაგწყდება და გული შეგტკივა ადამიანის ასეთ დაცემაზე. ამპარტავანი ადამიანი ხოლმე გვერდიდან რომ შეხედავ მართლაც საოცრად სასაცილო ჩანს. მითხარ, რატომ იწონებ თავს? რატომ დადიხარ ფეხის სვერებზე? რატომ ხარ წარბებ აზიდული, გაბღენძილი? დააბიჯებ თითქოს მიწას ფეხს არ აკარებდე და თავი ყველაფრის მეუფედ წარმოგიდგენია. არადა თმის გაჭაღარებასაც კი ვერაფერს უხერხებ. იქნება გინდა კიდეც ამოგეზარდოს ფრთები, რათა მიწას მოსწყდე. იქნება გსურს სასწაული მოახდინე. ახლაც განასაკუთარი თავისაგან არ ქმნი სასწაულს, როცა შენ კაცი ფრენაზე ფიქრობ. უმჯობესია ითქვას, ქედ მაღლობით განლაღებული უკვე შინაგანად დაფრინავ. რა გიწოდო, რით შევმუსრო შენი ზესდამჩენობა? დაგიძახო რომ ხარ ფერფლი, მიწა, კვამლი, მტვერი. ერთი მათგანიც არ შეესაბამება ზუსტად იმას, რისი გამოხატვაც მსურს. მინდოდა წარმომეჩინა ამაყი კაცის მთელი თავმოწონაობა და სიცარიე. რა ნიშანდობლიობა უნდა მოუძებნო, მას რომ მიესადაგოს. ვფიქრობ ის გავს ჩალას, რომელიც აალებისთანავე წამოიწევა და ამოიბურცება, მაგრამ ხელის მსუბუქად შეხებითაც კი ჩანავროვდება და მისგან ფერფლზე უფრო თხელი ფენაღარ რჩება. ასეა ამპარტავანის სულიც. მისი ცრუ სიამაყე შემთხვევითმა შეხებამაც კი შეიძლება მიწასთან გაასწოროს და გაანადგუროს. ყველა ზესთამჩენი, როგორც წესი, სუსტია. ისინი წყალში გაჩენილი ბუშტუკებივით სწრაფად სკდებიან და სწრაფადვე იღუპებიან. თუ ამის არ გჯერა, მომიყვანე თავხედი ზესთამჩენი კაცი და დაგანახებ, რომ უბრალო გარემოებებში იგი მეტ სულმუკლეობას გამოიჩენს, ვიდრე სხვა ვინმე დაცემის შემდეგ. როგორც კი მოედება ალი ფიჭხს, იგი მყისვე იფერფლება. მორებს კი ძნელად ეკიდება ცეცხლი. სამაგიერო დიდხანს ანთია, მტკიცე და შეუძრველი სულებიც ძნელად აღიმთებიან და დიდხანს იწვიან, ხოლო სულ მოკლე მყისიერად ალდება და ნაცრად იქცევა. რა კი ეს ვიცით? გავიწურთნათ მდაბლად ზრახვაში, ის ყველაფერზე ძლიერია, ქვაზე მაგარი, ალმასზე მტკიცე, უფრო საიმედოდ გვიცავს, ვიდრე ციხე-სიმაგრეები თავიანთი გოდოლებითა და გალავნებით. იგი მიუდგომელია ყველა ეშმაკეული მზაკრობისათვის. ზესთამჯენ კაცს ყოველი შემხვედრი მოერევა. ზესთამჩენობა წყალში გაჩენილი ბუშტუკებივით მალე სკდება. აბლაბუდასავით მსრაფად წყდება, კვამლივით იფანტება. ასე რომ მყარ ქვაზე დასამკვიდრებლად დავივიწყოთ ზესთამჩენობა და შევიყვაროთ მდაბლად ზრახვა. მაშინ სააქაოდაც პოვებთ სიმშვიდეს და სამომავლო ცხოვრებაშიც დავტკბებით ყოველი სიკეთით. ბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველამ ჩვენ ვიცით, მაგრამ ძნელად გამოგვდის, რომ ცხოვრების ესად დამოვყოთ და ამაზე ვიფიქროთ. მერც ვთხოვთ, რომ ძალა მოგცეს სიმდაბლისა. ერთმა დაგლოცოთ და